ნიკა კაპანაძის სისხლის სამართლის საქმეში ამ დრომდე არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ დაკავებულს რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ეს ყველაფერი ემყარება მხოლოდ და მხოლოდ დედის მონათხრობს. ამ გარემოებას ადასტურებს უფლებადამცველიც, თუმცა ადვოკატი განმარტავს, რომ ამ დოკუმენტების მოსაპოვებლად არის საჭირო დრო, თუმცა რა დროში მოახერხებენ ამის მოპოვებას, უფლებადამცველი ვერ ამბობს. პირველების ინფორმაციით სწორედ ამ წუთებში ხდება ნიკა კაპანაძის შესახლება გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ალდაშვილის კლინიკაში მისი სასამართლო პროცესი. დღეს უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ის გათავისუფლებულიყო გირაოთი, მას არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა და მოსამართლეს მიანდო ეს ყველაფერი, თუმცა ლელა მარიდაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და აკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ის ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, საქმის პროკურორმა თქვა, რომ ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არ გამორიცხა, რომ გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. შესაძლებელია ხელბორკირები დაადონ დაკავებული კაცის ოჯახის წევრებსაც. ამას პირველებთან საუბრისას ასევე ვერ გამორიცხავს ნიკა კაპანაძის უფლებადამცველი. ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია, რომ გამოძიება გრძელდება, შესაბამისად ვერ ამბობს, ვისი დაკავება მოხდება შემდეგ ჯერზე. რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღებს, ამ დრომდე უცნობია, როგორ მოხვდა ნიკა კაპანაძესთან 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. ადამიანს შეეფარდა პატიმრობა და უნდა გადაიყვანონ გასაგებია, მაგრამ ასე მარტივად თუ შეეძლო ბრალდებულს ეტაპირება და გადაადგილება, სასამართლო პროცესი ჩაინიშნებოდა და სხდომა იქნებოდა, ხო? ეს ბრალდებულმა კი არ გადაწყვეტა, ბრალდების ხარემ და სასამართლომ. ბატონო ირაკლი, პროკურორმა თქვა, რომ საქმეში არ მოიძებნება არც ერთი დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმას, რომ ნიკოლოს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. რაიმე სახის დოკუმენტაცია თქვენ წარმოადგენთ ამ სისხლის სამართლის საქმეში? ეს სამართლის საქმეზე არაფერი არ წარმომგენია ჯერჯერ ამ ეტაპზე და ის რომ საქმეში არ არის, ეს უკვე გამოძიება უნდა დაადგინოს და მოიპოვოს შემდეგი მიცემულებები. რა თქმა უნდა, ხა პირველ და ორ დღეში მსგავს დოკუმენტებს ვერ მოიპოვოს. წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება? ანუ ხერა. და ვერ ვიტყვი დააკავებენ თუ არ დააკავებენ. ის ოჯახის წევრებს და თემა დაიწყება თუ არა მათი მიმართ. ნიკა კაპანაძის უფლებადამცველს ახლა აქვს 2 თვე იმისთვის, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი მოამზადოს. უფლებადამცველი განმარტავს, რომ ისინი წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს, რაც სავარაუდოდ დაადასტურებს იმას, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში მსგავსი დოკუმენტი არ დევს და ყველაფერი ემყარება მხოლოდ ბრალდებული კაცის დედის მონათხრობს.